მოგესალმებით მეგობრებო, ბოლო პერიოდში არხზე აქტიურად განიხილება თემები ასტრალის შესახებ. ბევრს გამოუვიდა, ბევრს შეეშინდა და უკან დაბრუნდა, ზოგმაც კი დაიწყო უკვე ასტრალური მოგზაურობები. ბევრი კითხვა შემოდის იმის შესახებ, რომ ვცდილობდა რატომ არ გამომდის. დღეს ვისაუბრებ სწორედაც რომ კითხვაზე და შეცდომებზე თუ რატომ არ გამოგვდის ჩვენ ეს. დავიწყოთ იმით, რომ პირველი შეცდომა არის ის, რომ ბევრი უდგება ასტრალურ სამყაროს რაღაც იზოლირებულად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მატერიალურ სამყაროსთან. პირველ რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ და გავისაზროთ ის ფაქტი, რომ ასტრალური სამყარო და მატერიალური სამყარო, ანუ რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ეხლა, ერთად ქმნის მთლიან სამყაროს. უბრალოდ ერთი არის სულიერი, მეორე კი ფიზიკური, რომელიც ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში. მეორე შეცდომა არის ის, რომ ადამიანს უნდა ასტრალში გასვლა უბრალოდ უმიზნოდ, ცნობის მოყვარეობის გამო, მაგალითად წავიდეს ნაცნობთან, რომელიც ცხოვრობს შორს, მასთან ვინც არ უნახავს დიდი ხანი, ზოგს უნდა დაინახოს თავისი მომავალი და აიცილოს საფრთხე. ეს ყველაფერი არის არასწორი მიზანი და ალბათ უფრო ეგოიზმი, რაც შეგვიშლეს ხელს ასტრალში გასვლაში. ეხლა აგიხსნით რატომ. ასტრალური სამყარო არის შექმნილი თვითგანვითარებისათვის და სულიერი ამაღლებისთვის. ის არის უდიდესი ინფორმაციის წყარო. ის ძალა და ინფორმაცია, რასაც ასტრალური სამყარო გვაძლევს და მოგვაქვს ფიზიკურში, უნდა გამოიყენოს სხვისი დახმარებისთვის და არა თვითსარგებლისთვის. წარმოიდგინეთ მაგალითი. მე დავინახე, რომ ხვალ თუ ჩავჯდები ავტობუსში, მე ავარიაში მოვხვდები. მე კი არ მინდა სიკვდილი და არ ჩავჯდები იქ. ამასობაში შესაძლოა ჩაჯდეს ადამიანი, დაჯდეს ზუსტად იმ სავარძელზე, სადაც მე უნდა მჯდარ ვიყავი, ხოლო ეს ადამიანი არის 5 შვილის მარტოხელა დედა, რომელმაც ძლივს იშოვა პურის ფული და მიდის შვილებთან, რომლებიც დამშეული ელოდებიან. რა მოხდება? ის ავტობუსი აუცილებლად მოხვდება ავიაკატასტროფაში და ის დედა გარდაიცვლება და 5 შვილი დარჩება ყველაფრის გარეშე, დედის სითბოს გარეშე. წარმოიდგინეთ რა მხელა უბედურებაა. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ასტრალში გადასვლა იმის გამო, რომ დაინახო რა მოგივა ხვალ ან ზეგ. თუ მაინც დაინახეთ ეს შემთხვევა, ასტრალში დარწმუნებული ხარ იმაში, რომ შენ არ შეეცდები შეცვალო შენი ბედი? დარწმუნებული ხარ, რომ შენ საერთოდ გადაადებინებ ამ რეისს, ან კიდევ მაინც ჩაჯდები იქ, იმიტომ რომ სხვა უფრო არ გააუბედურო? ხარ წამსვლელი ეგეთ რისკზე? თუ არა ხარ ამისთვის მზად, შენ უბრალოდ ასტრალის კარს ვერ გააღებ. ანუ ასტრალში გასვლა უნდა ხდებოდეს იმ მიზნით, რომ სხვას დაეხმარო, გამოასწორო შენი შეცდომები, დაეხმარო ხალხს, განკურნო ისინი. ესაა მისი დანიშნულება. განიწმინდო საკუთარი სული და დაეხმარო სხვას ამ სულის განწმინდვაში და უბრალოდ აკეთო სიკეთე. წარმოიდგინეთ თუ რა მოხდება თუ ყველამ შეძლო თავისი ანგარებით და უბრალო ინტერესის გამო ასტრალში შესვლა. იქ მიღებული ენერგიით ჩვენ უბრალოდ ყველაფერს გავანადგურებთ. ფიზიკა არის ცნობილი მიზიდულობის კანონი, ხო? მაგრამ ფიზიკა უბრალოდ ვერ ითვალისწინებს იმ მომენტს, რომ არსებობს სული. ზუსტად იგივე მიზიდულობის კანონი მოქმედებს. ჩვენი ყოველი ფიქრი, რომელიც იგზავნება კოსმოსში, ის ბუმერანგებით ყოველთვის გვიბრუნდება უკან. წარმოიდგინეთ, მე ასტრალში მივედი და მე არ მაქვს სუფთა განზრახვები და მე მივიღე ის ენერგია, რომ მე შემიძლია ჩემი ფიქრი უკვე გავხადო მატერიალიზებადი, ამასობაში მე ვიღაცა მომიშალა ნერვები და გავიფიქრე. ოღ ნეტა მოკვდეს. იცით რა, ის ადამიანი მოკვდება. ამიტომაც ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც უნდა გამოიყენოთ სწორად და არასოდეს არ იქნება არავისთვის ეს ხელმისაწვდომი, რომ აიღოს ეს იარაღი ცუდი მიზნებისთვის. ღმერთი არის ჩვენი შემქმნელი, ჩვენ ვართ მისი ნაწილი, ვართ ენერგია, რომელიც მუდამ მოძრაობს და გარდაიქმნება სხვა ენერგიად. იმიტომ ხვდებით ასტრალის პირველ შრეში, სადაც სულები, ლიავრები და დემონები არიან, რომ ვიცოდეთ, თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, ისეთივე ცოდვებით, რომლებსაც ჩვენ ახლა ვუშვებთ, ზუსტად რომ ჯოჯოხეთი არის ის თუ რაც მოგველეს. ასტრალი თქვენ დაგანახებთ, თუ სად უშვებთ შეცდომებს და ის არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი ენერგიით აქ ამ სამყაროში დავუშვათ შეცდომა. ასტრალი არის ღმერთთან მიმავალი პირდაპირი კარი. ესე იგი, ეს არის მეორე დიდი შეცდომა, ამიტომ ასტრალში გასვლა უნდა დავისახოთ იმ მიზნით, რომ ჩვენ სულიერად განვითარდეთ და ასევე დავეხმაროთ სხვას. მესამე შეცდომა, ეს არის ის, რომ დროს ირჩევთ არასწორად. თუ თქვენ გაქვთ სახლი მისალაგებელი ან სხვა ნებისმიერი საქმე, დაუსრულებელი,
ეს ფიქრი თქვენ შეგიშლით კონცენტრირებაში ხელს, როდესაც თქვენ ასტრალში გასვლას დააპირებთ. ამიტომ მე ჯერ ვაგვარებ საქმეს, მივალაგებ, საჭმელს ვაჭმევ ბავშვს, დავიბან, ანუ თავისუფლდები ყოველდღიური სავალდებულო საქმისაგან, რომ ამაზე ფიქრმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ ვეშვები ასტრალურ სამყაროში. მეოთხე შეცდომა ეს არის შიში, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს. მაგრამ შიშის პრობლემას მოაგვარებს ავტომატურად იმის ცოდნა, რომ თქვენ იცით რისთვის გადიხართ ასტრალში. შიში ნეგატიური, უძლიერესი ენერგიაა, მაგრამ არსებობს ყველაზე ძლიერი, პოზიტიური ენერგია, რომელიც არის სიყვარული. ის ყოველთვის ამარცხებს ყოველივე ნეგატივს და თუ თქვენ დაისახეთ მიზნად ის, რომ გადახვიდეთ ასტრალში იმის გამო, რომ გააკეთოთ სიკეთე და განეწმინდოთ თქვენი სული, ეს არაფერი არ არის, თუ არა, რომ სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ. სიყვარული კი ავტომატურად ანადგურებს ყოველ ნეგატივს და შიშსაც. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ძალიან ბევრს დაეხმარება ასტრალში გასვლისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.